ქართველი სპორტსმენები, რომლებიც ორ დღეში ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე გაემგზავრებიან, მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში დაპატიჟა. ქვეყნის პირველმა პირმა მათ მხარდაჭერა გამოუცხადა და ოლიმპიელებს წარმატება უსურვა. საქართველოს უნდა მოუტაროთ. ერთი რამ უნდა იცოდეთ, რომ არც ერთ დიდი შეჯიბრი გაქვთ წინ და ჩვენ დიდი ემოციები თქვენ მხარდასაჭერად და იმ გამარჯვებების მოლოდინში, რომელიც თქვენ საქართველოს უნდა მოუტაროთ. ერთი რამ უნდა იცოდეთ, რომ არც ერთ სპორტულ დისციპლინაში, სადაც ქართველები მონაწილეობენ, არ უნდა გავიდეთ წინასწარ ასპარეზზე იმ განცდით, რომ შეიძლება წავაგოთ და ვიღაცა ჩვენზე ძლიერია. იმიტომ რომ საქართველოს ქვეყანა, რომელიც ჩვენ ჩავიბარეთ 8 წლის წინ, იყო ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩე, ერთ-ერთი ყველაზე გაუბედურებული, ერთ-ერთი ყველაზე უიმედო ქვეყანა. არ ქონდა შანსი. არა ჩვენ თქვით, რომ არავიზე ნაკლები არა ვარ და დღეს ძალიან ბევრი სოფლიოში აღიარებს, რომ ბევრ რაღაცაში მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პრობლემა გვაქვს, საქართველოს ძალიან მაგარია და პირველ პოზიციებს იკავებს. ასევე უნდა ვიყოთ სპორტში. საქართველოს არის ის მებრძოლი და ქართველი არის ის მებრძოლი, რომელიც ყველაზე გამოვალ სიტუაციაში იპოვის გამოსავალს, ყველაზე უფრო რთულ სიძნელეებს არ შეეპოვება და არასდროს არ დაკარგავს გამარჯვების იმედს და ბოლომდე იბრძოლებს გამარჯვებისთვის. შეასიკვა ყველგან, სადაც ვიბრძოლებთ. როცა ეს ფორმა გაცვიათ, ამ დროშის ქვეშ გამოდიხარ, 10 ჯერ უფრო მეტი ვალი გვაქვს, რომ მივახციოთ წარმატებას. რამდენიმე მიზეზით გადავწყვიტე საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებში ასპარეზობა. პირველი ეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი იყო. მაშინ მთელი ჩემი შეგნებით გითანაგრძნობდით. და მეორე, პოლონეთის პრეზიდენტის კაჩინსკის გარდაცვალება. რა დროსაც თქვენი პრეზიდენტი ჩემ ხალხს გვერდით მუდმივად ედგა. ყველანაირად ვეცდები, რომ საქართველოს იმედები გავამართოთ. პრეზიდენტ შეხვდით, იქიდან გამომდინარე მაგვისურვა ჩემპიონობა და ბევრი გვერდში დგომა და ეგ ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ეტაპისთვის, იმიტომ რომ დიდ ასპარეზზე გავდივარ, დიდი ბრძოლა გველის და ყველანი გვერდში გვიდგან, ამიტომ ყველას მადლობას ვუხდი, მით უმეტეს როცა გვერდში დგას პრეზიდენტი და გვეუბნება, იქნება ყველაფერი ისე, თავარია თქვენ გააკეთეთ, გასაკეთებელი და ჩვენ გვერდში ვდგავართ, ეს დიდი სტიმულია და ამიტომ მადლობა მინდა ყველას გადავუხადოთ.